ძვირფასო ივერის მკითხველო და მაყურებელო და მოგესალმოთ კიდევ ერთხელ. დღეს ჩვენი თემა საუბრის არის მეტად საინტერესო და აქტუალური ვიტყოდი. მით უმეტეს რომ 25 თებერვალი უკვე ასე ვთქვათ დადგა ეს სამწუხარო თარიღი საქართველოს ისტორიაში და ვიცით რომ ანალოგიური ასე ვთქვათ მოვლენები და პროცესები ვიმედოვნებთ რომ საბოლოოდ საბედნიერო დასასრულით განსხვავებით ამ მრავალი წლის წინანდელი ამბებისა ისევ ასე ვთქვათ სხვადასხვა ფორმით გვევლინება დღეს ჩვენ. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი და შეძლების დაგვარად გავაანალიზოთ ის პროცესები, რომელიც თან ახლდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობას და მის ტრაგიკულ დასასრულს და ამ საკითხების განსახილველად ჩვენ მოვიწვიეთ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო სტუმარი ბატონი პაატა ჩიქოვანი, რომელიც გახლავთ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სწორედ ამ საკითხების კვლევას მან დაუთმო თავისი ესე იგი შემოქმედებითი მოღვაწეობის ძალიან დიდი დრო და ნაწილი. ამიტომ ბატონო პაატა მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი. მე პირველ რიგში დავიწყებდი იმით თუ მოკლედ განვიხილოთ როგორ მოხდა ამ ხანგრძლივი ასე ვთქვათ კოლონიურ პირობებში ცხოვრების შემდეგ ამ რესპუბლიკის ჩამოყალიბება, უცებ აღმოცენება რა ლეგენდები არსებობს ამასთან დაკავშირებით ისეთი, რომელიც ცოტა ახლებურად და კრიტიკულად უნდა გავიაზროთ და მე გადავიდეთ შემდგომში სხვა საკითხებზე. მოგესალმებით, მესამე მაყურებელს, დიდი მადლობა. გეხმაურებით, რომ აქტუალური ეს საკვანძოა ჩვენი საუბრის და საერთოდ აი თემატიკის რაც დღეს ხდება ეს სიტყვა, რომელიც აი 93 წლის შემდეგ ისევ ვჭირდება. და მე მადლობელი ვარ მოწვევით და ყველა იმ ისტორიკოსის სახელით, ვინც ამდენი წლების განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ სახელმძღვანელოებში ახალგაზრდობასთან მიგვეტანა სინამდვილე რა ხდებოდა, როგორ ხდება და მართალი ბრძანდებით გაკვეთილებს დღესაც ჩვენ წარეთ ვიწვევთ აი მოწოდინარობის იმ გამოუცდელობის. ეხლა რა ხდებოდა თვითონ ამ როგორ მოვედით ამ სიტუაციამდე. საერთოდ აი ერთი მთლიანობაში მთელი 200 წლის განმავლობაში ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც აი 1801 წლიდან დაიწყო, შეიძლება დავარქვათ თამაში რუსულ ყანაში. და ძალიან საინტერესო პროცესები ხა ჩვენ ვერ წავალთ გადაცემის ფორმატზე სხვა დროს არ გვაძლევს, მაგრამ აი თვითონ ეს მონაკვეთი საუკუნის დასაწყისი, როდესაც უკვე ჭავჭავაძეს იცილებენ ერთად ოხრანკას და ბოლშევიკებიც ეს ძალიან ესეთი ორგანიზებული ფორმა, ყველა ძლიერ ლიდერს იცილებენ და ფაქტიურად ხელს უწყობენ. ხო, დიახ, ხელს უწყობენ მესამე დასაწყისს, რომელიც 19 საუკუნის 80-იანი წლებიდან მოდიან და ჯდებიან იმ რეფორმაში, რომელიც ჯერ კიდე აი ალექსანდრე მეორის დროს რუსეთში იწყება. და აი რადგან იმ რეფორმაში ჯდება, რადგან აქ მარტო ბოლშევიკების და მენშევიკების საკითხი არ არის, საერთოდ რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს, უნდა წავიდეს რუსეთის შიგნით, იმპერიის შიგნით და მათ უხსნიან, გზას მათ აძლევენ. მეორე მომენტ თვით გულისხმობენ ჟანდარმერიას და რუსეთის ცარისტულ პოლიტიკას. იქ არის ეს მომენტები. ამდენს პარადოქსალურად არ უნდა გვეჩვენოს, ხო? ეს გათვალისწინებულია. რომ ეს დასაშვებია ეს ნორმა. გარკვეულწილად ხა ბოლშევიკები უკვე პირდაპირ საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ აი ჟორდანიას ფენომენი ხო და ლენინის ურთიერთობა, რომ ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ არავით არ არის დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ლენინი იმეორებს გერცენის სიტყვებს, რომ ხალხთა საპყრობილია იმპერია,
მაგრამ აი 1910-იანი წლებიდან, როდესაც იწერება სტალინის ცნობილი ნაშრომი, ხო, ამ ნაციონალურ საკითხზე, იქ უკვე ჩანს, რომ ესენი არაფრის დათმობას არ აპირებენ და მოდერნიზებულ საბჭოთას დაარქმევ თუ რაც დაარქვი დემოკრატიულ რევოლუციას დაარქვა იმპერია რჩება, შესაბამისად ხალხთა საპყრობილე რჩება. აი ამ სიტუაციაში მაინც არიან ქართველი ისეთი პოლიტიკოსები, ისეთი ადამიანები, რომლებიც არ წყვეტენ ბრძოლას და აგრძელებენ, იყენებენ პირველ მსოფლიო ომს ამ ბრძოლაში. ჩვენ მანამდეც უკვე იქნება საიდუმლო ორგანიზაციები, კომიტეტები და პირველ მსოფლიო ომის დროს უკვე პირდაპირ მართალია მათო ის კონსპირაციული ფორმების იქნა გამოყენებული და საქვემოქმედო საზოგადოება გაბაშვილის სათავეში უდგას, მაგრამ ფაქტურად ეს ამზადებს აჯანყებას და ამზადებს სერიოზულ წინააღმდეგობას რუსეთის მიმართ და რუსეთის ჯარების მიმართ. და 14 წლიდანვე იწყება ეს სიტუაცია, როდესაც ყოფილ სამხედრო ტყვეებს და ქართველებს, რომლებიც განწყობილები არიან, სამოქალაქო პირები განწყობილები არიან რუსეთის წინააღმდეგ საუბრად, მათგან თურქეთში ლეგიონები იქნება. მერე ემატება ამათ უკვე რუსეთის რევოლუციის შემდეგ ემატებათ უკვე გენერალიტეტი, პროფესიონალი ოფიცრები და სამხედროები, რომლებიც რუსულ არმიაში გაიზარდნენ. ფაქტობრივად აი რუსული იმით რო თქვათ, რომ მათ გაზარდეს, მათ შექმნეს, მათ ხო მიუხედავად ამისა, მაინც ქართველები არიან. და როგორც კი საშუალება მოეცათ დამოუკიდებელი საქართველოს გვერდზე დადგნენ. და დადგნენ ბოლომდე აი იმ გაზდაში, იმ იმპერიულ იმაში, це ადამიანის ფსიქოლოგიური მომენტებია. ისინი იქ ყველაფერს ხედავდნენ, მათ შორის ქართველების მიმართ დამოკიდებულებასაც. მათ არ უღალატეს წეს, არ უღალატეს ფიცს, როგორც აღარ იყო ამ ფიცის, ვისაც ისინი ნიკოლოზ და იმ წუთში დადგნენ საქართველოს გვერდით და დაიწყეს მომზადება. მაგრამ აი რითიც დავიწყე დაიწყო მომზადება ძლიერი სამხედრო სტრუქტურის, ესე იგი ისინი ელოდებიან, რომ ომი შეიძლება მოსალოდნელი იყოს რუსეთთან, აღარ შეიძლება საბჭოთანაც გადავარდოთ, ხო? რუსეთთან და პოლიტიკური ნება არ არსებობს. იმიტომ რომ აი 80-იანი ჩვენ ამ მაგალითსაც ვიხილავთ ახლა ჩვენი გაზეთის ფურცლებზე. განსხვავებით ფინეთისგან, სადაც პრაქტიკულად იგივე პროცესები მიდის, ოღონდ პოზიტიური სცენარით ვითარდება. იქ ასე ვთქვათ ეს სამხედრო ელიტა და ასე ვთქვათ სამოქალაქო სტრუქტურები ახერხებენ უფრო ღრმად და მაღალ დონეზე გაიაზრონ პოლიტიკური მომენტის, ესე იგი მნიშვნელობა და თავისებურება და უფრო წარმატებით ახორციელებენ ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას. ძალიან საინტერესო თემას ეხებით, იცით? გასაკვირველია, ჯერ კიდე სხვათა შორის 16 წელს იქნება ეს რუსეთის იმპერიაში შემადგენელი ხალხის კომიტეტი, განმათავისუფლებელი კომიტეტი და კავშირი ფინეთთან, პოლონეთთან, ხო, აი ყველაზე ძლიერი კავშირები, შესაბამისად შემდეგ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან. ეს მაგრამ ფინეთის მაგალითი ძალიან საინტერესო მაგალითია. ფინეთის ლიდერი ბარონი მანერგეიმი, რომელიც სამხედრო აი სპეციალურ იმას აგებს თელ გამაგრებულ ხაზს, მანერგეიმი ვინ იყო, იცით? მანერგეიმი იყო 1904 წელს, როდესაც გამოეყო ჟანდარმერიას დაზვერვისა და კონდაზვერვის სამმართველო და ამას კიდე არ მინდა წავიდეთ, მის ხელმძღვანელი კიდე ვინ იყო ძალიან საინტერესო. ბარონი მანერგეიმი იყო სამხედრო სადაზვერვო სკოლის დირექტორი. რუსეთის სამეფო იმპერიაში იყო ოქროს პაგონები, უკაცრავად ძალთა პაგონიკები, რომელიც ნიკოლოზმა თავისი ხელით გადასცა. მაგრამ როგორც კი დადგა ეს მომენტი, ის ძდიდა პროფესიონალს კადრებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. და ეს იგივე მანერგეიმია, რომელმაც შექმნა ხაზი, რომ არ დამანახოთ რუსები აქ შემოსულებია. რომელსაც 39-40 წელსში შეაცდა წითელი არმია.
იმდენად ძლიერი. ой, ეს პიროვნული ფაქტორები სამწუხაროდ ასეთი დონის ფიგურა მაშინელ საქართველოში არ გამოჩნდა. საქმე რაშია, იცით არა, არ ჩვენ გენერატორი არც მასდიაშვილი, არც პინეტაძე, არც ოდიშელის ესენი არა, ნაკლებები არის. მაგრამ როგორც სამხედრო მოღვაწეები, რა თქმა უნდა, უნიჭიერესი ხალხი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ის პოლიტიკური დონე და სიღრმე, რომელიც გამომდინარეობს სწორედ მანერგეიმის სპეციფიკიდან და თუნდაც იმ თანამდებობიდან, რომელსაც ეს მაისი იკავებდა, ამათ რა თქმა უნდა ალბათ აკლდათ სამწუხაროდ. არა, მართლა მიზანდებით. აი ეს იყო ტრაგედიის ერთ-ერთი საფუძველი რა, რომ ზუსტად აი პოლიტიკაში არ წავიდნენ იგივე პრაქტიკულად თუ მანერგეიმი მთელი ამ თავისი მოღვაწეობის, ფინეთში მოღვაწეობის პერიოდში პრაქტიკულად გარკვეული ტიპის სამხედრო დიქტატორი იყო, შეგვიძლია ვთქვათ. გასაკვირველია. რაც ალბათ იმ პერიოდის ქვეყნისთვის აუცილებელი იყო, როცა ასეთი საფრთხის წინაშე იდგა. ნებისმიერ ომის სიტუაციაში დემოკრატიის არსებობა, როცა მტერი ხავს, აი ესეთი ძლიერი, რომელსაც ყველას თავისი სტრუქტურა გააჩნია, აგენტურა, დაზვერვა კონდა და ასე შემდეგ, ხო? აი ყველაფერი და შენ ამას ღიას დემოკრატიულ საზოგადოებას დაუპირისპირებ, ეს აბსურდია. გამორიცხული. სხვათა შორის, ბატონო, აი აქ ახლა რომ პარალელები გავავლოთ, სამწუხაროდ აი მაშინ ჩვენ პოლიტიკურ კლასს, ასე ვთქვათ, ახასიათებს ერთგვარი მიამიტობა, ხო? სერიოზული. ისინი მიენდნენ, ანუ ყველა რეალური ესე იგი ხელმოსაკიდი ნამდვილი გარანტიებზე თქვეს უარი, აშკარად და მიენდნენ მთლიანად, ასე ვთქვათ, რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას. რაზეც ზოგადად თავის დროზე ბისმარკს აქვს ნათქვამი, რომ რუსეთი ნებისმიერ ხელშეკრულებაზე მოგიწერთ ხელს, მაგრამ იმისი ფასი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე იმ ხაღალდისა, რომელზეც ის იქნება დაწერილი და სხვათა შორის, თქვენ ალბათ ჩემზე უკეთ იცით, ერთ-ერთი, ესე იგი, ორი მთავარი პირობა წაუყენეს ბოლშევიკებმა დემოკრატიულ საქართველოს იმ ასე ვთქვათ, მეგობრობის ხელშეკრულებაში, რომელიც დაუდეს ცნობილი ურატაძე ყარახანის ხელშეკრულებაში, რომ პირველი მიეცათ სრული თავისუფლება მოქმედებისთვის საქართველოში ბოლშევიკური პარტიისთვის და გამოეცხადებინათ სამხედრო ნეიტრალიტეტი, რამაც გამოიწვია ინგლისის ჯარების გაყვანა საქართველოში. მოიმზადეს მთლიანად ნიადაგი, ანუ რეალური, ასე ვთქვათ, დამცავი ბერკეტი მოაცილეს საქართველოს და თავის აგენტურას და მეხუთე კოლონას შეუქმნეს სრული, ასე ვთქვათ, პირობები აუცილებელი თავისი ძირგამომთხრელი მუშაობა, რაც მათ წარმატებით შეასრულეს. წინვალეთ. აი მაგას ვამბობ, ესე იგი, აი პოლიტიკური ნება და ჟორდანიის დამოკიდებულება ლენინისა და ბოლშევიკების მიმართ ეს აისახა შემდეგ იმ ტრაგედიაში, რომ არენდობოდა სამხედრო თავასარდლობის ხშირი ცვლა, ჯარის გაძლიერება, ის აი ომს საოცარია. ნუ ბატონო პატ, ალბათ ჟორდანიასთვის სოციალ-დემოკრატი ლენინი, სტალინა, მისი მართალია ისინი პოლიტიკურად, ასე ვთქვათ, ცოტა განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ მისთვის ეს ხალხი უფრო ახლობელი და ასე ვთქვათ, საყვარელი იყო, ვიდრე ქართული გენერალიტეტი, რომელსაც ალბათ ის როგორც კლასური მტერს ისე უყურებდა. ეს არის ტრაგედია იმდენ საქართველოს. დიახ. აი, გვარდიას ვითომ აძლიერეს, იმიტომ რომ ის პოლიტიკური მის და თავის დასაყრდენია. მაგრამ, ესე იგი, არ ემზადება, ვერ ხედავს თავს იბმავებენ, ისულელებენ, აი ამას რა უნდა დაარქვა. აი ნახეთ 20 წელს სოვნარკომი განიხილავს გოელროს გეგმას. და გოელროს გეგმაში შეტანილია უკვე შეტანილია საქართველოს დიახ. საქართველოს ჩვენ ზახესი ეს ხო? ეს ისინი. ესე იგი და ეს გეგმა დევს მე არ ამას ვლაპარაკი რომ რამოდენიმე თვით ადრე პირდაპირ ჩამოუტანეს დაზურვა მოუტანა ინფორმაცია და დაუდო და თქვა რომ ესენი შეტევას დაიწყებენ ეს ომი მოსალოდნელია ეს და არაფერი რეაქცია არ არის არაფერი არ ხდება ეს დამოკიდებულება აი სამწუხაროდ მოხდა ის რომ
სოციალურ მოტივები ვერ გაითვალისწინეს სხვა პარტიებმა, ეროვნულ დემოკრატებმა და ასე შემდეგ, ვერ გაითვალისწინეს იმ ძალებმა, რომ ეს აუცილებელი იყო. ისინი აი ლამაზი, კარგი, თავისუფალი დემოკრატიული იდეებით ყველაფერი, მაგრამ მუცელი და აი ის საკუთრების მომენტები ადამიანებში ძალიან მძლავრად არის. ამიტომ იდეას ხორცესხმა ჭირდებოდა, ამისათვის მასებთან სხვა აქტივობა იყოს. ეხლა თქვენ სოციალ-დემოკრატებს ამის გამოცდილება ჰქონდათ. ისინი პირდებიან პრიმიტიულ მესეჯებს აწვდიან. მიწა გლეხებს, ხო, ფაბრიკაში მუშებს, ის კარგი ქართული ფილმია, საინტერესო ფილმი 60-იანებში გადაღებულია. გასულთ, რომ ბოლშევიკი აგიტატორი ლაპარაკობს, აი გლეხებსო, შენო ყველას გაძლევთო და იმ პოლიტექნიკში საპარაკო გამოყოფს თავს და მოსავალი ვისო. გამიგეთ, ხო? ხო, ერთი შეკითხვა როგორ გაუველეს? მოსავალი ვისო. ხო, მაგრამ ამას აყვა ხალხი 80,000-ია მეშევიკი საქართველოში პარტიის წევრი. ეხლა ამ 80,000-დან 800 კაცაც არ აქვს გათვისნობიერებული სოციალიზმის თეორიები, გინდა ჟორდანიას თეორია, გინდა პოლიტიკური მოდა, სოციალ-დემოკრატია. და ის მომენტია, რომ მე აქედან რაღაცას მივიღებ. ამ დროს აქეთ ხო, გაბაშვილები, მიხაილ კვეწერეთელი, და ადამიანები, რომლებიც ეუბნებიან, რომ აი ჩვენ ესეთ საზოგადოებას, ესეთ სახელმწიფო უნდა ავაშიოთ დამოუკიდებლობა, ეს ამას ნაკლებად უსმენთ. და იმათ მიყვებიან. ახლა ძალიან საინტერესო თემას ეხებით, რომელსაც სამწუხაროდ მე ვიტყოდი გარკვეული პარალელები აქვს დღევანდელობასთან და აი ეს აქაც ჩავურმავდეთ საინტერესო იქნება. ესე იგი მასა მოსახლეობის და მისი განათლების დონე. ანუ მე მაინც ვფიქრობ და ჩემი აზრით ნამდვილი ჭეშმარიტი გააზრებული პატრიოტიზმი განათლების გარეშე არის შეუძლებელი. ადამიანს უბრალოდ უნდა წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს, რომელ ქვეყანას, რა ისტორიას, რა საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი შეიგრძნოს და მისი პატრიოტიზმის შესაბამის სიღრმეს და დონეს აღწევდეს. და ეს ყველაფერი განათლების გარეშე შეუძლებელია. თავარი პრობლემა ალბათ მაშინდელი საქართველოსი არის ის, რომ დიდი უმრავლესობა მოსახლეობის სამწუხაროდ არის განათლებული და ამ ადამიანების გონებაზე და უფრო სწორად, როგორც თქვენ თქვით, კუჭზე მშვენივრად თამაშობენ ისეთი ძალები, როგორიც არიან ბოლშევიკები, რუსეთი და ასე შემდეგ. დღესაც სამწუხაროდ ჩვენ კარგად ვიცით და ეს ალბათ ჩვენი დროის ტრაგედიაა, რომ ამ განვლილ 20 წელიწადში საუბედურად ძალიან დაეცა ჩვენი განათლების დონე და იმასაც ვხედავთ ძალიან კარგად, რომ აი ესეთი შემოგდებული ცოტა ღრმად ჩახედვის შემდეგ აბსურდული იდეები რუსეთთან მეგობრობის და ასე შემდეგ, როგორ აწვდიან ამას ხალხს და სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში როგორი პოპულარული არის და აი აქ სწორედ ასე ვთქვათ მოსახლეობის განათლების დონე გადამწყვეტ როლს თამაშობს, რას იტყოდით ამ? აი, რასაც ახლა მე ვლაპარაკობდი, ხო? იმ პერიოდზე, იმ ისტორიულ ფაქტებზე, იმ პერსონაჟებზე. ამას მარტო მე კი არა, ხო, აი, წლების განმავლობაში, ჩვენამდეც, ხო, წინათაობაც, დისიდენტური მოძრაობა, შემდეგ უკვე 90-იანი წლები, 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან და რჩება ხმა აღადებათა შინდა, ხო? ნახეთ რა მოხდა, რასაც თქვენ ბრძანებთ. ის კი ვერ შევიტანეთ სახელმძღვანელოში და ეს სიმართლე კი ვერ ვასწავლეთ. საერთოდ ისიც კი გაქრა აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ 1802-ის, 4-ის, 12-ის, 18-19 იმერეთის და 11 წლის უამრავი აჯანყება და დიახ. და იცით რა, აი ამასაც აღარ სასტიკად ჩახშობილი. ხო და თვითონ რუსი კაპიტანის პრავნიკების მიერ არის აღწერილი და ისინი წერენ რომ რა არისო შახაბაზი ენატრება თუ მან არის შახაბაზი ვინ არის მაგრამ ეს შახაბაზიო ხო ირანის ის რატომ უნდა ენატრებოდეთო რა კახელები გამა ხო აი ეს უამრავი მაგალითი და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე აი ის პოლიტიკური ისტორია საქართველოს პოლიტიკური ისტორია სამწუხაროდ ეს არის სწავლება შესაბამისად ჩვენ ვიღებთ შედეგს
გაუნათლებელ თაობას, რასაც ჩაძახებენ, ხო, ევრაზიული კავშირი, ну რაღაც ისთან, აი, მეთოდოლოგიურადაც სახელმძღვანელოები არის იმ კარგით მოჭრილი და იმ იდეოლოგიით მოჭრილი და არაფერი არ არის შეცვლილი. ამოღებულია რაც თქვით, ხო? და არ არის გამოსული, აი 1927 წლიდან 32-ში გამოვიდა პირველი ისტორიული სახელმძღვანელო, პარტიის მოკლედ ვამბობ. აი 27-ში როგორც დაამუშავა პოლიტბიურო, რომ აი ესეთი გმირები უნდა იყვნენ, ესეთი ფაქტები უნდა იყოს, ხო? აი ისევ ამ იმით მივდივარ. გუშინ ქალბატონმა ძალიან აი შეკითხვა დასვა, რომ აი დღევანდელი ხო იგივე ჟორდანიას ფენომენი, მისი დამღუპველი პოლიტიკა არის სწავლება. პირიქით, მისი სახელობის დარბაზი გვაქვს. ხო. დაუკვირდით პარლამენტში? რასაც ის ალბათ არ იმსახურებს. ნამდვილად არ იმსახურებს. ხედავთ, აი ყალბი გმირების ფენომენი, ყალბი ხო, ისევ მუშაობს. ესე იგი იდეოლოგიური აპარატი ისევ მუშაობს. თან ძალიან სერიოზულად მუშაობს. ჩვენი მასწავლებლების, ისტორიის მასწავლებლების, სკოლის დირექტორები ავიღოთ. დამიჯერეთ რა, სამწუხაროდ რა. იმიტომ რომ სტუდენტებთან ხომ აქვს შეხება, ხომ მოდიან ესენი, ხო? აი ახალგაზრდა თაობას წამლავენ. აი ძველივით 80% არ ვაზვიადებ. სტალინი, ჟორდანია, რუსეთი. ისინი იმ ისტორიულ კლიშეებზე არიან აღდგილები. მაგას ვამბობ. შეიძლება ეს დიახ. ეს ხო, უნებურად მოსდით კიდევაც. ხო არა, ესე გაიზარდა. ესე ხედავს. აი სუფრასთან, გასაგებია, ხო? სუფრასთან სხვადასხვა დაგილაპარაკება. კათედრაზე სხვანაირად ლაპარაკება. გამორიცხულია რა. იქ აი დამუშავებულია. ბატონო პატა, აი ეხლა ჩვენ უკვე ვეხებით კიდე ერთ ძალიან ალბათ ძალიან გადამწყვეტ და საინტერესო თემას. ესე იგი, რა თქმა უნდა, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით იმაში, რომ აი ამ პერიოდის ისტორია შეგნებულად იქნა მაქსიმალურად გამოშიგნული და ამოღებული, რომ ასე იგი თაობებს ისტორიული გაკვეთილები არ გაიაზრებინათ და დასკვნები არ გამოეტანათ იქიდან, მაგრამ ეხლა გარკვეული ცოდნა და გარკვეული ასე ვთქვათ სტერეოტიპები ჩვენ ჩამოგვიყალიბდა, ხო? ზოეს მასაში ასე ვთქვათ და ერთ-ერთი იყო ეს, ну, რა თქმა უნდა, სამწუხაროა ეს ყველაფერი, მართლა ეს კარგი იყო ეს 3 წლიანი რომანტიკული პერიოდი, მაგრამ რას გახდებოდა ეს პატარა საცუდავი საქართველო ამხელა რუსეთთან და ეს დამარცხება და შეერთება იყო გარდუვალი. არა, ჩვენ თქვით რომ ეხლა ფინეთის მაგალითს ვთქვათ შორის საწინააღმდეგოს მეტყველებს და თავისი მარტო ფინეთის, პოლონეთის რა თქმა უნდა, პოლონეთს სპეციალურად არ ვახსენებ და აქცენტი გადამაქვს ფინეთზე, დემოკრატია. მაგრამ მე აქცენტი ფინეთზე იმიტომ გადამაქვს, რომ თავისი მასშტაბით ის რაოდენობის. ხო, საქართველოსთან ესე თქვი შედარებადია. აი აქ მინდა მე დაგისვოთ კითხვა, რამდენად სწორია ეს თუ მე ახლა ნელ-ნელა იმაზეც მივდივარ უკვე რომ საქართველოს თუ იქნებ გააჩნდა საქართველოს ობიექტურად აბსოლუტურად საკმარისი რესურსი რომ წინააღმდეგობა გაეწია ბოლშევიკური რუსეთისთვის და შემდგარიყო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. გააჩნდა თუ არა ეს გავაანალიზოთ და როგორ და მე ალბათ გადავალთ იმაზე, რომ თუ კი გააჩნდა, მაშინ რა იყო მთავარი მიზეზი ამ დამარცხებაში. თლიანი მომენტია, იმიტომ რომ ძალიან მარტივად წვითავთ, რომ აი პოლიტიკური ნება არ იყო და არ მომზადდა. ჯერ მქონდა რომ ამის საშუალება, ხო? უდავოდ მქონდა. მქონდა, იმიტომ რომ რას წარმოადგენდა ის საბჭოთა წითელი არმია, ხო? მისი სამხედრო პოტენციალი და შესაბამისად ჩვენი სამხედრო პოტენციალი, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა და მათი ეკონომიკური მდგომარეობა ფრონტის ზურგს გულისხმობ. შეიარაღება და გენერალიტეტის ოფიცრობის დონე. ყველაფერი ჩვენ ვიყავით უფრო მაღლა. ერთადერთი, აი ბარონი მანილგევით 1918 წელს ჩვენ რო დაგვეწყო. სწორი სამხედრო აღშენებლობა, დიახ. და იმის კი არა რომ აი რა მოხდება და როგორ მოხდება, ან მეორე მომენტი პარალელიზაციული ესე ტერმინია, ხო კაცრავად. სუდის არის, მაგრამ რომ
იმათ ჩვენ ვერ მოვერევით. არა. აი სამხედრო აღმშენებლობა გათვალისწინებული არა მარტო ომის შემთხვევაში, არამედ პარტიზანული ომისთვისაც თავისი მთელი რესურსებით ამ საშუალება ჰქონდა ჩვენ. როგორც კი აი ზუსტად წარმოიდგინეთ 99 ხო დღეს, ხო არ მეშლება? 19-ში გამოიყენეს თვითმფრინავი. ამ თვითმფრინავი გამოიწვია 1600 კაცის ტყვედ ჩავარდნა. ეს თვითმფრინავები რომ გამოყენებული ყოფილიყო, ყუმბარებიც ჰქონდა, ყველაფერი ჰქონდა. იგივე ჩრდილოეთის ფრონტზე საქართველოს გამოიყენა თვითმფრინავი. ერთხელ ამ დროს, დიახ. და 1600 ადამიანი ტყვედ ჩავარდა. ჯაშუშნე მატარებელი, აი ყველაფერი ის ტექნიკა, სავსე საწყობები. მაგრამ მიტანა იქ ჩვენ წუხვართ რომ ტყვიებს ითვლიან გვარდიელები, კურსანტები. ამ დროს საწყობები ამ დროს სავსეა, ხო? აქედან იქამდე მიტანაზეა ლაპარაკი. ამისი ორგანიზება და ეს ყველაფერი ყოფილიყო მომზადებული, ისე რომ 1918 წლიდან ამ სამხედრო აღმშენებლობა ყოფილიყო მზად, მენტალობა ყოფილიყო მზად, მენტალობა შედარებით დღევანდელთან საპირისპიროდ მაშინ უფრო ჰქონდათ ქართველებს. ეს აშკარაა, განსაკუთრებით სამხედრო კონტინგენტს, რომელმაც ნახეს ის რუსეთის ჯარის, რუსეთის გვარი დამოკიდებოდა ყველაფერი. და მეტი საშუალება როგორ შეიქმნა თუ ჩვენ ბედნიერად და კარგად მივდიოდით, როგორ შეიქმნა რამოდენიმე ათასეული იმაში, რა ქვია, თურქეთში. ვინ არიან ეს ქართველები? პატრიოტები არ არიან, ქართველები არ არიან? და როდის იქნება? ჯერ ომი არ არის, რევოლუცია არ არის დამთავრებული. მაშინ ეს პოტენციალი ყველაფერი ამის ორგანიზებაა საჭირო. და ჯერ პირველი ტრის განსაზღვრა, რომ ეს მტერია. და შემდეგ მზადება მის საწინააღმდეგოდ. არ აკონდაზვერვა, არ დაზვერვა. ყოველ შემთხვევაში იმ მონაცემების ძალიანობაში რო თქვა, რა თლიანად სამხედრო და შიდა რა ქვია უშიშროების სამსახურები ნულზეა დაყვანილი. ინფორმაციას რაღაცას რასაც მოდის, იმას ამისი ანალიზი არ ხდება და ვერ იყენებენ. სამხედროებამდე არ მიდის. ყველაზე მარტივი გოიდროს გეგმავს ვთქვით, ხო? ჩვენი ის რომ უნდა მომზადებულიყო. ამის მოაქვს საწინააღმდეგო არგუმენტები. გამოთქვით ხოლმე ისტორიის ინსტიტუტში ამასე, ხო? აი ეს იცი რამდენ სხვებს გამოიწვევდა. მე ვეკითხები საზოგადოებას. რაც 1921 წლიდან რეპრესიებში, ომებში და ასე შემდეგ ხალხი დაიღუპა. ჯერ მეორე მსოფლიო აი, ხო, 400,000 და რაზეა საუბარი? ჩვენ რო ეს ყველაფერი გამოგვეყენებინა და პარალელურად აუცილებლად დიპლომატიურ ფრონტზე. ჩვენ არ უნდა მიგვეტოვებინა ბრძოლა. ორი აქ ძალოვანი დაპირისპირება და საგარეო პოლიტიკაში სწორი მიმართულება ეს გამოიწვევდა, რომ ინგლისიც, ლოიდ ჯორჯს მერე საბოდიში ინგლისის არ ეკნებოდა საქართველოსთან. ეს აიძულებდა შიგნით პარტიებს და საზოგადოებას, ეს მე-20 საუკუნის დასაწყისია. ამ დროს ძალიან ძლიერები არიან ოპოზიციური პარტიები. იქ ომი მთავრდება, საგარეო პოლიტიკის სხვა ატმოსფეროა. იქ შეიძლება გამოიყენოს, რომ მთავრობამ უღალატა და დამოუკიდებელ საქართველოს გაყიდა. გამიგეთ? აი ეს ორი რამოდენიმე თვე ჩვენ ბევრს დაუღვიდით. გასაგებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმდეს. და შედეგი არ გვექნებოდა დღევანდლობამდე. არც სამხაზეთი, არც სამაჩებლო და კიდევ ბევრი უბედურება, რომელიც შეიძლება კიდევ წინ გქონდეს. ჩვენ ამას ყველაფერს ავიცინებდით. ერთადერთი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ნება და უნდა ყოფილიყო სამხედრო აღმშენებლობა ქვეყანაში, თავის ძალოვანი სტრუქტურებით. რაც სავსებით შესაძლებელი იყო. გასაკვირველია. დაბადეთ ესეც იდეოლოგიური მომენტია ჩადებული. სახელმწიფოში ყველაფერში. აი, ესევე ჩადეს და აი 93 წელიწადი ასწავლიან, რო? აი, რაც ახლა მე ვამბობ და რასაც ის ისტორიკოსები, რომლებიც ამაში მეტახმებიან, ხო? არა. გამოსავალი არ ქონდა. ამით აი ეს არის ხო, ამათ დიახ, ამით ამ რატომ მოკლეს რამიშვილი? მაშინ რა ქვია, რატო ცხოვრობდა ჟორდანიაში მშვენივრად ემიგრაციაში? რამიშვილმა აქედან და ყველა ის ადამიანი ჩვენი გენერალიტეტი რატო ცხოვრობდა? ვინც
აი ზუსტად ამ იზიარებდნენ და ითვალისწინებდნენ რომ რა იყო გასაკეთებელი და ნამდვილ ომში იყვნენ ჩაბმულები, ესენი ყველა მოიცილეს ან შიმშილი და უბედურებაში გაჭირვებაში იყვნენ. ის ვინც ფიქრობდა რომ არა იცით აი ლენინი ჩვენი ძმაა და რუსეთთან კარგად ვიქნებით, ისინი ჩვენთან ცხოვრობდნენ ემიგრაციაში. ქაქუცა ჩოლოყაშვილი კვდება გაჭირვებაში და უბედურებაში და კვინიტაძე და ისინი დანარჩენები დაუკვირდით და აქეთის ისტორიკოსები მაგალითი რომ არა ჩვენ გამოსავალი არ როგორ არ ქონდა ბრძოლაში უნდა ჩაერთო როდის შემდეგ გავხდით ჩვენ ესეთი რა ქვია ვაჭრე მაშინ არც ესეთი არც მაშინ ისე გამოდis ბახტრიონის აჯანყება 1650 ხო ავანტურა ყოფილა გამიგეთ და საერთოდ აი ნებისმიერი ომი რა დაპყრობის წინააღმდეგ უიმე დიდი მოდის და რა გვეშველება რა ლოგიკას დაუკვირდით თუ ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ და აქ არა იცი რა როგორ არის იყო დაუცილებელი იყო იცით საერთოდ უნდა დაწყებულიყო უნდა დაწყებულიყო რამიშვილის ერთ-ერთი ის იყო რომ ჯორდანიასგან განსხვავებით ხო ჯერ ჩეჩნეთს და იმას მხარი დაუჭირა და იარაღი და ტყვია-წამალი გაუგზავნა გამიგეთ მე გიახლოვდება შეკაიკაცო აზერბაიჯანი სომხეთთან დაძაბული ვითარებები გასაგებია მაგრამ აზერბაიჯანი აქამდე რო უშვებ აი ზუსტად კავკასიის ფედერაცია მასთან კონტაქტები ჩვენ სომხეთთან რო დაიწყო რა ქვია 18 წლის დეკემბერში ომი რო დაგვიწყო ხო იქ კავკასიამ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ჯორდანიამ სწორად გააკეთა რომ არ ჩართო რომ ეს საერთოდ დიდი მასშია გადასულიყო თორე ჩეჩნები ჩამოვიდა საერთოდ ალბანში ჩაატარეს სპარადი მას თავის დაწვრთვა ჰქონდა და ასევე აზერბაიჯანი თუში მოაყენა ჯარი რომ ჩვენ მიგვიშვით ნუ ეს შიდა პოლიტიკური ისინი იყო კავკასიის და ეს ცოტა დელიკატური თემებია მაგრამ როდესაც ჩვენ მეზობელს უჭირს შენ არ უნდა ფიქრობდე ლენინი კარგია და ბოლშევიკური თეორიები სწორია ჩვენ უნდა დახმარებოდი გამიგეთ ეს ფრონტი უნდა გაზრდილიყო ეს იყო აუცილებელი ეს დღევანდელი მაგალითები მოდი რა გავიხსენოთ შევხედოთ რა დღეს ახლა ბევრი რაღაცა სწორად კარგად იწყებოდა გადადგმა რა აი ბოლო წელს ხელოვნებაში რაც შეეხება დღევანდელ მაგალითებს აი აქ მინდა მე კიდე ერთ თემას შევეხოთ უკვე უფრო ახალ მაგალითებს არგუმენტულად დავასაბუთე კი რა თქმა უნდა და მადლობელი ვარ ამისთვის აი დღეს ვიცით რომ ცოტა ისეთ კურიოზულ ვითარებაში ასე ვთქვათ მაგრამ გაჟღერდა უკვე ამ უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრა და ეხლა რაღაცა ცოტა სასაცილო ჭიდაობა მიდის პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ვინ შეხვდება კონტკარს მაგრამ ეს ჩავთვალოთ ეპიზოდად მაინც ეს დეტალი არც მდგომარეობს იმაში რომ დღეს ქართულ საზოგადოებას სთავაზობენ იმ იდეას რომ ახლა ორმხრივი მოლაპარაკებების ჭრილში ეს უმძიმესი პრობლემა რაც გვაქვს უნდა მოგვარდეს და ახლა კი ამბობენ რომ ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება მაგრამ ამ ერთგვარ იმედს ასე ვთქვათ სახავენ მოსახლეობაში ზოგი პუტინს უნდა შეხვდეს ერთ-ერთი არ ვიცი რომელი ახლა ამას რა ჩემთვის უართლად გეტყვით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი შეხვდება მაგრამ უკაცრავად დრო ისე ბისმარკი და ქაღალდი მახსენდება. ხო, არა, ახლა ჩვენ გადავალთ ამ თემებზე. აქაც რატოა აუცილებელი ჩემი აზრით ისტორიის კარგი ცოდნა, იმიტომ რომ იმდენი რამე მეორდება, რომ ახლა მაშინაც რომელმა იცის. ხო და ჩვენი ამოცანაც ეგ არის რომ მივიტანოთ ხალხთან ეს და დავანახოთ ეს პარალელები და ანალოგიები. თავრობის ორ წელზე გეკითხები. ბატონო, თავრობის ორ წელზე. ნუ ეგ არ ვიცი, ხო. შეიძლება. ხო. წევრები კი არა, ხელმძღვანელები არა, ხო, კაცო. აბატონო. ესე იგი, მაშინაც თუ არ ვწდები და თქვენ მინდა თუ უფრო ვრცლად ისაუბროთ ამ თემაზე. მე როგორც ვატყობ, გარკვეული ძალისხმევა ფართო საერთაშორისო არენაზე აქტივობის საქართველოს მოაკლო და მას შემდეგ რაც რუსეთის პირველი ინტერვენცია სხვათა შორის ჩაფლავდა და ჩაიშალა საქართველოში, რუსეთი სასწრაფოდ
მიხვდა რა რომ ამ ტალღას შეიძლება დიდი აღზევება მოყვეს ეროვნული და სახელმწიფო აღშენებლობის საქართველოში სასწრაფოდ დაუდო სამშვიდობო ხელშეკრულება და მეგობრობის ხელშეკრულება და მისცა ყველანაირი გარანტია. ანუ პრაქტიკულად ვითომ ბჭყალებში ეს პრობლემა ორხრივ დონეზე მოგვარდა და პრაქტიკულად მე თქვენ მართალი ბრძანდებით საქართველოს მოექცა იზოლაციაში რუსეთის მიერ ხელმოწერილი წინვალე და მშვენიერი დოკუმენტის ანაბარა, რომელმაც უბრალოდ არანაირად არ იმუშავა. აი აქ ალბათ გამოიკვეთება არაერთხელ და არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე გამოჩენილი და დადასტურებული რუსეთის იმპერიის პოლიტიკური ზნე, როგორ მოქმედებს ის, რომ ის ანგარიშს უწევს მხოლოდ ძალას, არანაირი პატივს არ სცემს თავის ვალდებულებებს, ხელშეკრულებებს და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, მასთან ორმხრივი გარიგება და ხელმოწერა სხვა სერიოზული გარანტიების გარეშე ყოველთვის არის დამღუპველი და სახიფათო. და ამას ჩვენი ისტორია მრავალჯერ გვიდასტურებს. აი, რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით იზიარებთ თქვენ ამას, ბატონო პატრიოტი? და ხედავთ რა მსგავსებას სამწუხაროდ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. მე აი თუ გვაქვს ორი ცოტა ხო ამოღებული და გამქრალია ისტორიის სახელმძღვანელოებიდან. აი ლევან გოთუას 25 წელიწადი და ბევრი სხვა პოლიტიკურების გარეთ მითრიდატეს ხსენება ეს რატო იცით? ესე იგი რამდენი წელი გამოდის ხო? 20 იქაც ქვემოთ 140 წლის და ადრე ავსტრიის კარზე მუშავდება მითრიდატეს პროექტი. აი როგორ იყავით თქვენი ოჯახის უკვე დახვრეტილები და განადგურებულები ამის ხსენება? ცნობილმა ილია ტაბუგოვმა რო ჩამოიტანა 80 წლების დასაწყისში იყო და გაოცებული დავჭი. და აი ესე დასაწყისი ასპირანტები იყავენ მაშინ და ილია ტაბუგოვმა გვაჩვენა და გითხარ რომ აი ესე პაიჭაძე იყო ხო? და ევროპულ დავიბენით რომ გამიკვირდა რომ ძალიან კარგი ისტორიკოსები მასწავლიდნენ და კაი პიროვნებები იყვნენ და ბევრი რამე მათგან ვიცი ხო იმ პერიოდში და ამის შესახებ მე არ ვიცოდი და მე კაი ისტორიოსებში მეგონი არავინ არ იცოდა სამწუხაროდ ხო ავსტრიის კარმა შეედგინა მითრიდატეს პროექტი შესთავაზა ერეკლეს და აი ყველა ოცნება რაც გინდა ხო იარაღი გინდა ფული გინდა ეს უყურაფერი აქეთ გინდა რუსეთი აი რენგესის მეშვეობით ერეკლესი ახდენს სასწაულ დაწოლას რომ სასწრაფოდ ხელი მოაწეროს ერთი მომენტით რომ შეუტანოს ელჩმა იმპერატორს ავსტრიის იმპერატორს და დაუდოს ხელს არა ამა ჩვენთან უნდა თქვენ რატო ერევით დაუკვირდით და ერეკლე ამ მოლაპარაკებას თავისი უგნურებით რენინგესთან აწარმოებს ეს სხვა დროს იყოს ეს თემა ხო ეს თემა და 140 წლის წინ საშუალება იკარგება იმიტომ რომ ერეკლე ვერ არწმევს თავს და აი ეს ევროპასთან კავშირი და მითრიდატეს პროექტი რომელიც აი ბუფერული სახელმწიფო არც ის და ხა ავსტრიას თავის ინტერესებია და სწორი ინტერესებია და ეგ გასაგებია მაგრამ ლამაზი თვალებისთვის არავინ არ აკეთებს რას გადავრჩებოდით წარმოგიდგენიათ ჩვენ ავიღეთ სპეციალურად დავიწყეთ იცით სქემა ხო რამდენად არსებობდა ფიზიკური განადგურების საშიშროება ნახევრად კოლონიალური თურქეთის და ნახევრად კოლონიური ინგლისის. როცა ზენიტში იყო, მაშინ უნდა განადგურდეს. და მე რა საშუალებები იყო. ჩვენ ესე დღემდე ვერ შევიტანეთ. ერთ სახელმძღვანელოში აი 4-5 წლის წინ გამოჩნდა 76-79 წლების თურქეთთან ზავი, სადაც ეს ერეკლემ შაშალა. ჩაშალა ნუ თავისი უარგისობით რა, კარგი მებრძოლი, კაი ქართველი, მაგრამ პოლიტიკაში საშინელება. ეს გამო მითრიდატეს პროექტი ჯერ არ გამოჩენილა. გადის 140 წელი. და ისევ რუსეთი და ისევ ჩვენი უნიათო ხელისუფლება. და ეს უნიათო ხელისუფლება ისევ კარგავს ამ შანსს. რუსებს ისევ უჩნდება რომ აი რა გინდა ჩვენთან არიან რა. გამიგეთ? 93 წელი გადის და ისევ იგივე პრობლემების. აი, კარგად ბრძანეთ ბატონო ნიკოლოსო, გაუნათლებლობა, პოლიტიკური ისტორიის უცოდინარობა
და თვითმოტყუება, თვითდამშვიდება, აქედან გამომდინარე რა. ცოტა ყველაზე დიდი ძალა და ყველაზე ძლიერი. და ბოლოს ახლა თემა ისეთია, პატა იმდენად მნიშვნელოვანი, საინტერესო მტკივნეული, რომ ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ რაღაც დროითი შეზღუდვები გვაქვს. ამიტომ მე მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ ესეთ საკითხს, რომ ამ ჩვენი უგუნურებით თუ სამშობლოს სიყვარულის ნაკლებობით, გამოუცდელობით და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე პირობები ამისი მეტნაკლებად კარგი ჰქონდა, ესე უნიჭოდ ჩავაბარეთ ჩვენი ქვეყანა დამპყრობელს მერამდენეთ და აი თქვენ გაკვირთ ახსენეთ რამოდენიმეჯერ, რამოდენიმე სიტყვით იქნება აღწეროთ რად დაუჯდა აი როგორ შემოვიდა ეს წითელი ინფექცია საქართველოში და აი რა უბედურება დაატრიალეს აქა და რა არის პოლიტიკური უგუნურობის ფასი, რომ კარგად დავინახოთ. ეს მინდა გააშუქოთ რა. ცეცა აი იმ ჯეთი არც ერთის ლოზუნგი და დაპირება ბოლშევიკებს არ შეუსრულებიათ, რაც თავის პროგრამაში ჰქონდათ. იქიდან დავიწყოთ. ეს ის სპეციალისტი ვარ და ის დიდი თემაა რა, მაგრამ აი დავუშვათ ქართველი ბოლშევიკები რას ელოდებოდნენ ძმა რუსი ბოლშევიკებისგან. ან სოციალისტები არაფერი არ შეუსრულებია. აბსოლუტურად, იმიტომ რომ არც აპირებდნენ. თავის ქვეყანაში შეასრულეს და დაღუპეს საერთოდ რუსეთი თავიდან ბოლომდე. იგივე მექანიზმი ამუშავდა აქ და დავიწყოთ. გლეხი შრომელი კულაკია ეს აი ის ილუზია რომ გლეხებს მივიცეთ ვიცა ხო ყველა გლეხი არ არის შრომელი ამდენიც გინდა მეც იმის დამუშავებელის არ არის არის სამის მაგალითი რამდენი დიახ აი უცნობ მამატეთ ამის საფუძვლები იმ 20-იანი წლების საგლეხო რეფორმა ის კოლექტივიზაცია თავიდან მომდე რომელმაც ისედაც ცოტა რუში და ცოტა ის რა ქვია მოგურდო ელემენტი უსაქმო გლეხზე მავს ლაპარაკი პირდაპირ ხელისუფლებას ჩაუგდო ხელში და ქურდობა და ყაჩაღობა და ყველა იპარავდა კოლმეურნეობაში აი კომუნისტების ზენიტის პერიოდს გაგახსენებთ ისე ქართული ფილმი ხურჯინს რო გადაიკიდეს პის გავასველებინებ ჩვენ მანდარინები უდიპლომატიურ კონდორუ და მოპარვა აბა რა არის ეს აი თვითონ ეს როგორც ლეგიტიმური პროცესია ნაჩვენები დიახ ხო არა ნუ ეს გამიგეთ და სოფლის მეურნეობაში დავღუპეთ და გავანადგურეთ შრომელი გლეხი ეკონომიკა გადავიყვანეთ აი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ნაცვლად მივიღეთ რაღაცა კორუმპირებული რაღაცა აგებული ვაზრო არამოგებიან სისტემაზე, არამედ თავისი ჯიბის გასუქებაზე, ვატყუებით თამაშს როცა ლაპარაკობთ, ხო, რუსულ ყანაში, მაგას გულისხმობთ, რომ იმ რუსები სამწუხაროდ პერიოდის დროს ბევრად უფრო ცუდად ცხოვრობდნენ ვიდრე ჩვენ, მაგრამ ჩვენ მთელი ეს შინაგანი პოტენციალი და ენერგია მოგპარეს და დავკარგეთ. აი, გამოგვშიგდეს მუშა გახდა ასევე ქურდი დამგვიანებელი რაღაცის სახში წამომღები და ასე შემდეგ ხელების შემყურე ბიუროკრატიული სისტემა რომელმაც ასევე გაგწნა საბჭოთა სისტემამ გაგწნა თითი საზოგადოება მე დაუკვირდით მე ეკონომიკურ საკითხებს ვეხები თორე ნებისმიერი ჩვენთაგანის ოჯახში წავიდეთ და ვნახოთ რამდენი დაღუპულები ყავს ჩვენი წინაპრები და რა ეკონომიურს ლაპარაკობთ და ეს ძალიან ღრმა თემაა და ვინც ცდება დამსვით და დაველაპარაკები აი საბჭოთა ეკონომიკის მამებს ხო მაგრამ ადამიანის საზოგადოების თვითონ სულიერ დეგრადაციას დღემდე ვიმკით მთელი ინტელექტი ელიტა განადგურდა ჯერ 30-იან წლებში
ახალი კასტა გამოიყვანეს საბჭოთა ინტელიგენციის, რომელიც არის შიერმუცელა მონა. ნიჭიერი ქართველია. ნიჭიერია რა, კაიფს გადაიღებს, კაიმას დაწეს, მაგრამ სამშობლოსთვის და საქართველოსთვის ის მტერია. ეს აღზარდეს, შექმნეს წითელი ნომენკლატურა, ბიუროკრატია შექმნეს. როცა თავისუფალი შემოქმედი უნდა იყოს და საერთოდ ყოველთვის ოპოზიცია უნდა იყოს ხელისუფლების და თავისივით უნდა ცხოვრობდეს, იმის მერე დასაყრდენი შექმნა რუსეთმა. ბატონო ბატონო, სხვადასხვა ჩავახალარ ნერუს ცნობილი ფრაზა მახსენდება. საოცრად აი პირქუშად და აი პირდაპირ ნათქვამია. ასეთი ესე იგი დამპყრობლის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია არის მთავარი მტერი საკუთარი ერის. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ აქ მაინც გარკვეული შესწორებები უნდა აბსოლუტურად ყველას ეგ არის ამ ასაკურველია ინტელიგენციაში ღირსეული ადამიანები და ნამდვილი პატრიოტები რა თქმა უნდა იყვნენ, მაგრამ ზოგადად ფენომენი ამისთვის იქნება, ეს უნდა ვიცოდეთ, ეს არის დაპყრობის ინსტიტუტია სპეციალური, იმიტომ რომ შენ ვქნი პრივილეგირებულ ფენას, რომელიც თავის პირად კეთილდღეობას უკავშირებს იმპერიის, ესე იგი, კარგად ყოფნას და რა თქმა უნდა, თანაც შენ მას აღაზევებ და აყენებ მასაზე მაღლა და პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომელსაც ის მე ყველანაირად უფრთხილდება და ცდილობს რომ ის იმპერია ძლიერად იყოს, რომელსაც ეს მიანიჭა მას. თუ რო გვაქვს ცოტა, თორე ძალიან ეს ცალკე თემაა. ჩვენ ამ თემას დაუთმობთ კიდე სხვა გადაცემებს, თუ თქვენ მოისურვებთ სიამოვნებით და გავაკეთებთ. მაგრამ ზოგადი დასკვნა, ალბათ ასეთია ჩვენი საუბრისა, რომ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და კარგად უნდა ვიცოდეთ მისი რეალური ისტორია. აუცილებლად. და კარგად უნდა ვაანალიზებდეთ მას და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა კარგი გადაცემისთვის. დიდი მადლობა თქვენ პირიქით.